საუბრობთ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე. De facto არჩევნების შედეგები ცნობილი არის და წოდებული არჩევნებიდან რამდენიმე თვეში ახალი de facto პრეზიდენტი შეხვდა პუტინს. მინდა ვთქვათ, რომ შეაფასოთ ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში, ეს de facto არჩევნების შედეგები და ეს რისი მანიშნებელი იყო, რომ რამდენიმე თვეში შეიძლება შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და მესიჯის მატარებელი იყო ეს დამიჯით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დაგვიანებით, მაგრამ მაინც მე ყოველთვის სიამოვნებს თქვენს მედია ჰოლდინგში ყოფნა და თქვენი შრომითი კოლექტივის, შემოქმედებითი კოლექტივის ქალბატონებს მინდა განვლილი 8 მარტი მიულოცო პირადად თქვენ ქალბატონ თამუნა ჩვენი თანამშრომლობის ურთიერთმხარდაჭერისა და საერთო პრობლემატიკასთან დაკავშირებით ჩვენი ერთობლივი საქმიანობისათვის. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, კი ჩატარდა მეორე ტური, როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევნების თაობაზე, მაშინ როგორც მოსალოდნელი იყო გაიმარჯვა მოსკოვის ფავორიტმა გუმბამ, აჩვენა იქ რაღაც 54-ზე მეტი პროცენტი, არძიმბა დამარცხდა, მაგრამ მანაც აღიარა ეს დამარცხება. როგორც საარჩევნო კომისია აცხადებს, მონაწილეობა მიიღო არჩევნებში 100,000-ზე მეტმა ამომრჩეველმა. მე შევახსენებ ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, რომ საერთოდ დაფიქსირებული, დარეგისტრირებული იყო 127,000 ამომრჩეველი. ძალიან მაღალი მაჩვენებელია, 70%-ზე მეტი. ეს ყველაფერი არის გადაუმოწმებელი, ერთადერთი საფუძველი ამ ინფორმაციის აღქმისა არის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები. და მთავარი მომენტი, რომ უცბად ძალიან მალე შედგა რუსეთის პრეზიდენტთან პუტინთან შეხვედრა, ჩავიდა გუმბა და რუსეთის პრეზიდენტისაგან მიიღო მოლოცვა და დახმარებები ეკონომიკურ საკითხებში, მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდება, ინვესტიციების სახსრების მიწოდების საკითხში გარკვეული შეჩერებები იყო ეს ყველაფერი. ერთი სიტყვით გამოხატა ამ საქართველოს ამ რეგიონისადმი, მაგრამ რუსეთი კრემლი თვლის, რომ ეს მათი სატელიტი რეგიონია და ამ საკითხებს შემდგომში დიდ ყურადღებას მიაქცევს. თქვენთვის ცნობილია, მაგრამ მე მაინც გავიმეორებ, რომ გუმბამ არაერთხელ გააჟღერა საქართველოსთან ურთიერთობის პერიპეტიებზე, რა პერსპექტივები არსებობს, რომ თუ საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ჩვენი ასე ვთქვათ, გუნდი მზად არის მასთან დაამყაროს კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეს გაგონილი გვაქვს, ძველია, ასე ვთქვათ, და ნარატივი არის რუსეთის. რუსეთმა გასაკვირი არ უნდა იყოს პუტინის შეხვედრა ახალ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტთან აფხაზეთის, იმიტომ რომ რუსეთის გარშემო მიმდინარე პროცესები მშვიდად ყოფნის საშუალებას საგარეო პოლიტიკაში რუსეთს არ აძლევს და თუნდაც ისეთი არარსებული რესპუბლიკა ან სახელმწიფო, როგორც სეპარატისტებს მიაჩნიათ აფხაზეთის მათი გავლენის ქვეშ დარჩენა, მათთვის არის ძალიან ღირებული და ამას სჭირდება საინფორმაციო უზრუნველყოფა და სწორედ ამ მომენტს ემსახურებოდა ეს შეხვედრა. ეს გათვლილი იყო იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჯერათ, რომ რუსეთის ასე ვთქვათ, დიდი მეგობარია აფხაზეთის წოდებული აფხაზეთის რესპუბლიკა და მორიგი დემოკრატიული, გამჭვირვალე საყოველთაო არჩევნები ჩატარდა ამ რეგიონში. გარკვეულ ინციდენტებს ადგილი ჰქონდა. თუ შეიძლება მას ისეთ რბილად თუ ვიტყვით ინციდენტი ეწოდოს, როდესაც უბანში, საარჩევნო უბანში ვარდებიან შეიარაღებული ადამიანები, დაჭრილია რამოდენიმე ადამიანი, ეხლა დაკავებულია 12 კაცი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ძლივს გადაურჩა სიკვდილს ერთი ადამიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რაც
რისი დამალვაც არ შეიძლებოდა და თქვენ წარმოდგენილი გაქვთ ზეწოლის და ძალადობის რაფორმები იყო სხვა უბნებში გამოყენებული, ასეთი უბანი 157 იყო აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ტერიტორიაზე და რუსეთის ტერიტორიაზე და ჩერკეზეთში. ჩვენ იცვლება თუ არა რაიმე გუმბას დამოკიდებული მე მოგახსენეთ მის მიერ გაჟღერებული ესე ვთქვათ პრიორიტეტები საქართველოსთან მიმართებაში არავითარი ეს არ არის ის მომენტი რომელიც გუმბას დღის მდგომარეობით აწუხებს მან ხმამაღალი ესეც მითითება იყო რუსეთიდან ეჭვი არ მეპარება ხმამაღალი ასე ვთქვათ დავალება მიიღო ხმამაღლა გაეცხადებინა რომ ცნობილი ინვესტიციებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ხელახლა დაუბრუნდებოდა ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის პარლამენტს და დიდი ალბათობით ალბათ ამ საკითხებს ეს კანონპროექტი მიიღებდა მხარდაჭერას. ეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ მაინც ესე ვთქვათ უბრალოდ და ფორმალურად მაინც იყოს კანონქვემდებარე ის ღონისძიებები, რომლებსაც რუსეთი ატარებს და უფრო მეტად გაატარებს, რომ რუსული ინვესტიციები შემოვიდნენ ყველა რაიონში და ყველა გეოგრაფიულ ადგილას აპარტამენტები იყვნენ, სადაც რუსული ბიზნესის საკითხები და საერთოდ პოლიტიკური მოწყობის საკითხების განხილვები იქნებოდა. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ანექსიოლოგიურ პოლიტიკის განვითარე ესკალაციის მაჩვენებელია. ნელ-ნელა ამ რეგიონს რუსეთი იპყრობს და რუსეთს აქვს იმისი იმედი ზოგიერთი საკმაოდ საქართველოსადმი ასე ვთქვათ ანტაგონისტურად განწყობილი წრეების მხარდაჭერით და ასეთები ბევრია იქ მოგეხსენებათ რომ ერთ დროს დაისვა საკითხი რომ რუსეთის შემადგენლობაში მიღებული იქნას აფხაზეთის რესპუბლიკა ჯერჯერობით ამისი წინა პირობების მომზადებაზე მიმდინარეობს მუშაობა და შემდგომში ვნახოთ როგორ იქნება. აქვე ჩვენ დღეს ახლა ჟურნალისტურ მედიაში და ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზეც ვსაუბრობ და ამიტომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა გავაჟღეროთ. თქვენ გაგიგიეთ და იცნობთ ინალ ხაშიგი იყო და არის ასეთი ჟურნალისტი აფხაზი, შემიძლია ვთქვა, მე ვიცნობ ფიზიკურადაც, აპოლოგეტია იმის სეპარატისტული ადმინისტრაციის, იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ზოგიერთი მისი სტატიები და ინტერვიუები და მისი გამონათქვამები და მომზადებული რეპორტაჟები ცდილობდნენ და ცდილობს, რომ ობიექტური სარჩული კონდეს რაღაც მიმართულებებს de facto აფხაზეთის ადმინისტრაციის პოლიტიკაში და სწორედ აი ამ ჟურნალისტს რუსეთმა გამოუტანა განაჩენი ინოაგენტის ასე ვთქვათ წოდების და ეპითეტის მინიჭებაზე და ეს წარმოგიდგენიათ ინალ ხაშიკს ანიჭებენ ამას და რატომ? იმიტომ რომ თურმე პირველი ტური და მეორე ტური ხაშიკმა ტენდენციურად გააშუქა ისე როგორც ეს არ მოეწონა რუსეთში და ადგილობრივ ხელისუფლებასაც თუ როგორ განვითარდება სიტუაციები ამაზე გავიგებთ, მაგრამ თვით ეს მომენტი რომ ელემენტარული დემოკრატიის დაფუძნებისათვის თუნდაც ელემენტარული გამოვლინებები იმთავითვე აღიკვეთება და პირდაპირ დაუმალავად სანქცირებული ხდება ნებისმიერი ადამიანისაგან, ვინც აფხაზეთის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთაც თუ ხელი მიუწვდებათ ამ საკითხზე იმუშავებენ.
ველოდებით რომ შეიძლება ისევ გამწვავდეს ვითარება და დაპირისპირება ისევ მოხდეს ძალიან სწორი ლეგიტიმური შეკითხვაა და ძალიან საინტერესო სხვათა შორის მაპატიეთ რუსული ეპითეტი მომაგონდა სიტყვა ორი შემადგენელი აქვს ჩემი აზრით და ასეც არის ბევრი პოლიტიკოსი შეიძლება ამაში და ეკონომისტი დამეთანხმოს რომ ინვესტიციების საკითხთან და ინვესტიციების საკითხზე კანონპროექტს აქვს ორი შემადგენელი რომ პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება რუსეთიდან შემოსულ ინვესტორებს და ინვესტიციებს და ვალდებულება აკისრია de facto ადმინისტრაციას რომ ხელშემწყობი შეღავათიანი პირობები შეუქმნან რუსეთიდან გარედან შემოსულ, მაგრამ გარედან ვინ შემოდის, იქ შემოდის რუსეთი. და მეორე შემადგენელი, რაზედაც თქვენ ძალიან სწორად ხაზი გაუსვით, გუმბამ თქვა, რომ შეიძლებაო ადრინდელი სახით არ იყოსო. გუმბა ამბობს, რომ ეს ინტენსიურად არ იქნება ინვესტიციის შემოსვლის რაოდენობა იმდენი არ იქნება, რამდენიც ინვესტორებს სურთ და ეს არ წალეკავს, ასე ვთქვათ, აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ აღმავლობაში მყოფ ეკონომიკას. წარმოგიდგენიათ, რომ თუ დაგეგმილი იყო მთელი წლის განმავლობაში ინვესტიციების შემოსვლა და ამაში ხელშეწყობა ადგილობრივი ადმინისტრაციის მხრიდან, გუმბა ამბობს, რომ ეს მოხდება წელიწადში ერთხელ, ორჯერ და ეს მაინც და მაინც დიდ გავლენას არ მოახდენს ჩვენს ეკონომიკაზე. ნუ ეს აუცილებელი არაა ეკონომისტი იყო, რომ სიბეცე აი ამ შეფასებისა, ამ კანონპროექტთან რომ დააფიქსირო. ასე რომ ეს არის პირდაპირ გაცხადებული, რომ ინვესტიციებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან ხელშეწყობილი და ინიცირებული კანონპროექტები პარლამენტის მიერ რაღაც პატარა სახესხვაობებით და შესწორებებით მიღებული იქნება, ალბათ მიღებული იქნება და ეს გაუხანგრძლივებს ბატონ გუმბას აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად დარჩენის პერიოდს რა ეს არის და ეს და ამასთან დაკავშირებით რეაქციას საზოგადოების ჯერჯერობით მე ჩვენი საუბრის დასაწყისში მოგახსენეთ რომ ძალიან დამშვიდ დასავით სიტუაცია რაღაც მოლოდინები იყო აქა-იქ ხმას აიმაღლებდა სხვადასხვა იქ ვეტერანთა მოძრაობა ამსახარა არის სხვა ორგანიზაციები არიან რომლებიც ბოლო პერიოდში თავიანთი აქტიურობით გამოირჩევიან მაგრამ ეხლა არის აბსოლუტური სიჩუმე და ამ დღეებში მე ალბათ იქნება გამონათქვამები ალბათ და ამ ინვესტიციებთან და დეპარტამენტებთან დაკავშირებით მე დარწმუნებული ვარ რომ რაღაც ფორმით იქნება მოსაზრებების გამოთქმა იმიტომ რომ აფხაზური საზოგადოების წევრები ადრე ეს გახსოვთ თქვენს და ჩვენ ყველას გახსოვს 2 თვის თქვენახევრის წინ ხმამაღლა ლაპარაკობდნენ ეს არის ჩვენი დამონების დაკაბალების პირდაპირი კანონიერი ასე ვთქვათ დამტკიცება და ჩვენ აფხაზები ვართ თავისუფალი ხალხი მშვიდების მოყვარენი და ჩვენ ამას არასოდეს არ დაუშვებთ არ ამგონია რომ აი ასე ჩაიაროს ძალიან მშვიდად ამ საკითხებმა მაგრამ ეხლა მეორე ტურის ჩატარების შემდეგ გარკვეული აზრზე მოსulis პერიოდი ბწყალებში უდგას აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის სეპარატისტულ პოლიტიკას და იდეოლოგიას. ძალიან დიდი ამას პოზისთვის და რაღაც ესეთი მოსაწონი სიტყვისთვის არ ვლაპარაკობ თქვენს მედია ჰოლდინგს ძალიან დიდი მადლობა ჩვენთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აფხაზეთის პრობლემატიკაზე მომუშავე უწყებებისა და ადამიანებს და პოლიტიკოსებს და თქვენ ერთ-ერთი გამორჩეული ხართ ამ საკითხებში ძალიან დიდი მადლობა უმაღლეს საბჭოს დეპუტატთა კორპუსის და ჩვენი თანამშრომლების სახელით ჩვენი ჟურნალისტების სახელით დიდ მადლობას გეუბნებით ამასთან დაკავშირებით